ახლა გადავვიდეთ ჩვენს საიტზე და გადავხედოთ რა გამოვიდა. აი ასე გამოიყურება ჩვენი საიტი. ამ ვიდეოში უკვე დავიწყებთ საიტის დიზაინის გაკეთებას. პირველ რიგში რაც გვჭირდება, შევდივართ აქ Visit Theme Store. აქ მოვნიშნოთ Free და ვირჩევთ Downs. პირდაპირ ეს შეგვიძლია ვნახოთ, ან პირდაპირ დავაყენოთ Try Them. როგორც ხედავთ, დაემატათ, ვაწვევით Edit Them და აქედან უკვე ვიწყებთ საიტის დიზაინს. პირველ რიგში გავაკეთებ დავაყენებ ჩვენს ფერებს. ვაწვევი ამაზე, Shame და მაგალითად ავირჩიოთ ეს Shame 4. ფერებს შევცვლი, იმიტომ რომ ეს არ არის თლად შავი, ავირჩევ სულ შავს. Background-ის ფერი მექნება შავი და ტექსტები უკვე თეთრი. აქვე დავამატოთ ლოგოს, რო კარგად გამოჩნდეს. ლოგოს დასამატებლად უკვე ვიცით, აი აქ შევდივართ setting-ებში, ლოგოში შევდივარ და ვაწვევით select. აქ უკვე ატვირთული მაქვს, თქვენ შემთხვევაში აწვევით add files. ვაწვევით ან. აქედან ზომა შემიძლია გავზარდო ამ ლოგოსი. favicon-ი არის აი ეს, ნახეთ აქ canvas ლოგო რო ჩანს. ჩვენ საიტზე რო შემოვლენ, გამოჩნდება აქ ლოგო ჩვენი. რასაც დავაყენებთ. ისევ აქ შევდივართ, ავირჩევ მას. Done. ახლა ვაწვევი headers. და აქ მინდა მაგალითად შუაში იყოს ლოგო და მაღლა. აი ასე და გვაქვს უკვე ეს მენიუ. ეს მენიუ რომ არ მინდა ხოლმე რომ გამოჩნდეს სკროლისას, დავაწვევი Noms. აქ შემიძლია ტექსტი შევცვალო, ნახეთ ამ ბარში. რასაც გინდათ ჩაწერთ, მაგალითად უფასო მიწოდება 250 დოლარიდან 100 დოლარიდან და ასე შემდეგ. რასაც გინდათ ჩაწერთ. ჩემ შემთხვევაში დავწერ მოგესალმებით საიტზე. წერთ, შეიძლება დასში აქ ლინკის ჩასვათ, მაგალითად კოლექციაზე გადაიყვანოთ ან კონკრეტულ პროდუქტზე, მაგალითად რაღაცა კონკრეტულ პროდუქტზე თუ გქვთ ფაზაკლება, აქ პროდუქტს აირჩევთ, შემდეგ უკვე იმ პროდუქტს აირჩევთ, ასეთ ფაზაკლება არის, ჩაწერთ აქ 70%-იანი ფაზაკლება. და რო დააკლიკავენ, უკვე გადაიყვანს იმ პროდუქტზე, რომელზეც არის ეს 70%-იანი ფაზაკლება. ან თუ გაქვთ რაღაც კოლექცია ფაზაკლებაში, ჩვეულებრივ აქ კოლექციას მიუთითებთ, link, collection და რომელ კოლექციაზეც არის ფაზაკლება, იმას მიუთითებთ. პირდაპირ დაატკბავენ და გადავლენ იმ კოლექციას. შემდეგ უკვე ბანერი მოდის აქ, ეს არის opacity სიმუქე, ნახეთ ახლა დავუწევ 0-ზე და სიმუქე გაქრება. ამ ტექსტის საშლა მინდა ახლა მაგალითად დავაწვევი მე აქ remove. ეს არის უკვე ღილაკი, ღილაკი მაგალითად არ მინდა outline სტილის იყოს, ამ ხაზი იყოს, მინდა რომ შევსებული ფერი იყოს, აი ესეთი. გავაკეთებ ესე. შემდეგ უკვე მოდის ბანერის ჩასმა. ახლა გავაკეთოთ ბანერი, შევდივართ ელემენტებში, წერთ აქ grid, ნახეთ უკვე ჩაწერილი მაქვს და ვირჩევთ უკვე სამიანს, აი ამას. ნახეთ პირდაპირ ჩაჯდა, არ მინდა რომ აქ შუაში ის იყოს, ადგილი იყოს, ანუ სივრცე იყოს, ამას დავუწევ 0-ზე და ნახეთ სივრცე გაქრება. შევდივარ upload-ებში, აქ მაქვს რამდენიმე ფოტო მოძიებული და ჩავსვი. მაგალითად ეს ფოტო ნახეთ, პირდაპირ გადავატარებ ამაზე, თავისით ჩდება, ამაში მინდა მაგალითად ეს ჩავსვი. ფოტოები უკვე ჩავსვით, ახლა ტექსტები. ახლა მინდა დავაწერო ტექსტი, შევდივარ ტექსტში, მაგალითად ვაწვევი add heading და მინდა რომ დავაწერო ახალი ზამთრის კოლექცია. ტექსტის ფერი მოდის ჯერ შევცვალოთ, თეთრზე დავაყენოთ, ბატონო. ახალი ზამთრის კოლექცია. ახლა ეს ძალიან დიდია. ჩვეულებრივ ასე დავაწყობებ, ისევ ამას მოვნიშნავ და აქედან დავაყენებ სასრულ ზომას. მაგალითად ჯერ ამას ვნახავ. მოდი ეს კოლექცია დაბლა ჩამოვაგდო და ახალი ზამთრის შუაში იყოს. მაგალითად ეს შემიძლია გავზარდო კიდევ, მიახლოებით თვალით ვნახო. მაგალითად იყოს 88 ზომა. 88. ეს შუაში დავაყენებ, ცოტა მაღლა ავწევ. შევდივარ ახლა ელემენტებში. ვირჩევ ამას, square შეგიძლია ჩაწეროთ აქ, რო ის ამოვაგდოთ. ამას მაგალითად ახლა გავაკეთებ შავს. ესე. შუაში დავაყენებ და ჩავწერ კლასიკური ტანსაცმელი. ჯერ ფერი შევცვალოთ ტექსტის, A-ს ვაწვევით თეთრი. კლასიკური ტანსაცმელი. ამას ესე შუაში ისევ
და მაგალითად მინდა ქონდეს გარშემო თეთრი ზოლი. ამას მოვნიშნავთ. აქედან მე უკვე ავჩევ თეთრს და ნახეთ ესე გამოჩნდება. ეს შემიძლია ცოტა მაღლა ავწიო და შემდეგ ვაწვევით share, დავმოვად png და დავმოვად. შევდივართ ახლა სადაც ვაედიტებდით, ვაწვევით ამ banners, ვაწვევით select image პირველში, add files. ახალი ზამთრის კოლექცია. ბატონო მოინიშნა done და ჩაჯდა როგორც ხედავთ. აქედან ზომებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ნახეთ ცოტა ზის ახლა. Height-ში შეგვიძლია მივთვით medium-ი. ან შეგვიძლია ავირჩიოთ adapt to first image. ფოტოსურათზე მორგებული. ბატონო, აი ეს არის ჩვენი ბანერი, რაც გავაკეთეთ. მე ამას ვიყენებ ხოლმე პირადად adapt to first image. ხარისხსაც არ კარგავს და უფრო კარგად ჩანს, ნახეთ. ასე გამოიყურება. მობილურზე გამოიყურება ასე. არ მობილურზე ნახეთ. ტექსტი არის ეს ღილაკი. ეს ღილაკი შეგვიძლია ჩამოვაგდოთ დაბლა. კონტეინერი მოვნიშნოთ. და როგორც ხედავთ, ახლა ეს ღილაკი არის დაბლა. ამის ფონი შეგვიძლია შევცვალოთ, ვაწვევით ამას, ვაყენებთ share 4-ს, ვინაიდან მაგაზე გვიყენია ჩვენი ფერები. და ახლა ღილაკი დაბლა არის. აჰა, მობილურზეც კარგად გამოიყურება. ეს გავადიდოთ და ჩვეულებრივ ასე გამოიყურება. ახლა რატომღაც ხარისხს დაკარგული საიტზე ვნახოთ და იქიდან შევხედოთ როგორ ჩანს. ვაწვევით saves და ვაწვევთ ბარემ publish, რომ თავარ გვერდზე ეს გამოჩნდეს ჩვენ საიტზე. edit home, ეს დავარეფრეშოთ ახლა. როგორც ხედავთ, ახლა აქ კარგ ხარისხშია ყველაფერი. shop only-ს დაბლა შეგვიძლია მივუთითოთ კოლექციის list-ი, collection და მაგალითად ავირჩიოთ home page, ან შეგვიძლია ავირჩიოთ all collection და ყველა კოლექციაზე გადაიყვანს. მაგრამ უმჯობესია კონკრეტული კოლექცია მივუთითოთ აქ. შემდეგ უკვე რასაც გავაკეთებთ, დავამატებთ კატეგორიებს. ჩვეულებრივ add section, ან შეგვიძლია აქედან დავაწვით plus add section და collection list. აქ როგორც ხედავთ, ახლა გამოჩნდა კატეგორიები, ანუ კოლექცია. აქ შეგვიძლია ჩავწეროთ უკვე სახელი collection-ში, კატეგორიები მაგალითად. მოდი ეს ფერები რო არ იყოს არეული, დავაყენოთ ჩვენი ფერი. აქედან შეგვიძლია ავირჩიოთ რამდენი კატეგორია გამოჩნდეს, როგორც ხედავთ, ახლა 3 არის, ამას თუ დავაყენებ 4-ზე, შემდეგ უკვე 4 გამოჩნდება, 5-ზე 5 და 6-ზე უკვე 6. იყოს მაგალითად 4. აქედან უკვე დავამატოთ კატეგორიები, მაგალითად select. ჩემთვის რაღაცებს მოვიგონებ და შევქმნი collection, create collection. აქ დავაწერ მაგალითად ზამთრის. save. შემდეგ მაგალითად აქსესუარები და შემდეგ მაგალითად დავამატებ ახლა კიდევ ერთს. ნახეთ, აი collection list-ში შევდივართ და აქედან ვაწვევით add collection და მეოთხეც ჩაიმატა აი აქ როგორც ხედავთ. აქ select ისევ, create collection და მაგალითად სამკაულები, save. აჰა, 4 კოლექცია გვაქვს. მოდი ეს სამკაულები ბოლოში იყოს. ესე უკვე. ახლა გვჭირდება ყველასთვის ფოტოსურათები. ამ ფოტოსურათებისთვის საჭიროა 1000-1000-ზე ზომა, აი აქ. ზამთრისთვის მაგალითად ავირჩიე ეს. და ბოლოს უკვე სამკაულები მაგალითად მოვძებნე ეს. ამას ახლა გადმოვტვირთავ და ვალოთ ჩაიდვირთოს, აჰა, ეს 4 სურათი. share, download, ისევ png და download. და იმისთვის რომ ახლა ამებზე სურათები გამოჩნდეს, უნდა გავხსნათ კოლექციები. შევდივართ ჩვენ Shopify-ზე, შევდივართ products, შემდეგ უკვე collections და ყველაზე დავამატებთ უკვე ფოტოებს. შევდივართ ზამთარში. add image, add files. ამ 4 ფოტოს ერთდროულად ავტვირთავ ბარემ აქ. ესე ცალ-ცალკე არ ველოდო. და ამაში ზამთრის იმაში ჩავსვამ უკვე ზამთრის ფოტოს პირველი. ჩავსვით, save. შევდივართ კოლექციებში. შემდეგ აქსესუარები. ნახეთ, ახლა დავარეფრეშოთ ეს და ჯერ დავასეივოთ. save-ს ვაწვევით და ახლა ნახეთ თავისით ჩაჭდა პირდაპირ. ფონტების შეცვლა კი ვიცით, setting-ებში შევდივართ, typography და font-ში შევდივართ და ჩავწერთ აქ რა ფონტიც გვინდა.
მაგალითად ლორა მინდა, ვაწევი ლორას და იქნება ეს ფონტი, მაგრამ ქართულზე ძირითადად არ მუშაობს. შემდეგ მოდის about-აზე. შემდეგ დავამატოთ ახალი სექცია add section, ესენი ყველაფერი სექციებია და ჩავსვათ image with text. ეს სექცია უკვე იქნება ჩვენ შესახებ. აქ ჩავწერთ ჩვეულებრივ და აქ უკვე ტექსტი, რაც უნდა იყოს ჩვენს შესახებ. აქ ამ ბატონში შეგვიძლია გავაკეთოთ დაგვეკავშირდით და გადავიყვანთ page-ზე კონტაქტები. ამას რო დავიკავენ, გადაიყვანს კონტაქტების page-ზე, აი აქ კონტაქტს რო დავაწევით. აი აქ, სადაც შეიყვანენ სახელს, mails, ტელეფონის ნომერს და კომენტარს, რომელსაც შემდეგ მივიღებთ email-ზე. გავაგრძელოთ, აქ ისევ ავირჩიოთ ჩვენი ის ფერები. კონტეინერის ფერით შეგვიძლია შევცვალოთ, ეს კონტეინერი შიგნით არის, სექცია გარეთ. ამ ტექსტის განლაგება აქედან შეგვიძლია შევცვალოთ, middle, შუაში და bottom ქვევით. ახლა ბევრი არაფერი წერია, დიდად არ ეტყობა. Center, ნახეთ, ახლა ის შეიცვალა, მარჯვნივ გადავიდა ტექსტი და აქ right უკვე მარჯვნივ არის. Center არის შუაში, left არის მარცხნივ. და ტელეფონზე უკვე როგორ გვინდა რომ გამოჩნდეს. ნახეთ, მარცხნივ, შუაში თუ მარჯვნივ. გვინდა მარცხნივ, დავტოვებთ მარცხნივ. აქ ახლა ფოტო ჩავსვათ ისევ 1000-1000. მაგალითად, შეგვიძლია აქედან შევქმნათ. ვაწვევით add image. ფერი background-ის ავირჩიოთ შავი. შევდივართ ელემენტებში. ჩავწეროთ frames. ნახეთ, ესენია frames. ავირჩიოთ მაგალითად ეს ოთხკუთხედი, ეს შუაში. შეგვიძლია კიდევ ერთი ავირჩიოთ მაგალითად ესე იყოს. ნახეთ, აი ესე მაგალითად. და აქ უკვე ჩავსვათ ფოტოებს. მაგალითად მინდა ეს ფოტოები ჩავსვა ისე, მან სხვა ფოტოები. გადმოვწეროთ ახლა ეს ფოტო, share, download. აქედან ესენი გავთიშოთ და current page, ანუ მიმდინარე page-ი. გადმოვწერთ მხოლოდ მეხუთეს და შევდივართ აქ, ვაწვევით select, add files, ვაწვევით done და ჩაჯდება ახლა აქ. ნახეთ როგორ ჩაჯდა, მაგრამ ფერი რატოა სხვა ფერი. აი ეს როგორც ჩანს არ არის მთლად შავი. აქედან ავირჩიოთ სუბლექი. გადმოვწეროთ ახლა თავიდან, download და აქ იქნება შავი ფერი ჩვეულებრივ და ეს ასე გამოჩნდება. მორჩა, ისე ვაწვევით save, იმიტომ რომ ზოგჯერ გვაგდებს ხოლმე საიტიდან და რო დავასეივებთ უკვე შენახული იქნება და არ წაიშლება რაც გავაკეთეთ. ვაწვევით add section და დავამატოთ მაგალითად ერთი კოლექცია, რომელიც გვინდა რომ გამოჩნდეს. მაგალითად ვაწვევით featured collection. აქედან ავირჩევთ კოლექციას, მაგალითად ზამთრის და გამოჩნდება ზამთრის კოლექცია. რამდენი პროდუქტიც იქნება, ყველა პროდუქტი გამოჩნდება აქ. Product count 4 გამოჩნდება აქ და შემდეგ უკვე შეძლება მთლიან კოლექციაზე გადასვლას. პროდუქტს რო დაამატებთ, მაგის შემდეგ გამოჩნდება ეს, მაგამდე იქნება ასე. მაგალითად მინდა რომ ეს about-ას ზევით დაამატა, ჩატანა თუ მინდა, აქედან ვაწვევით ეს 6 წერტილია და ჩამოვიტანთ აი აქ, ლურჯი ის არის, სადაც გაჩნდა დაემატა. როგორც ხედავთ, ამის დაბლა უკვე იყო ესეთი. ამას წავშლი და აქ featured collection-ა წერია და აქ შემიძლია დავაწერო სახე. ასევე აქ შემიძლია შევქმნა კოლექცია, მაგალითად ყველაზე გაყიდვებული პროდუქტების და იმ კოლექციაში რა პროდუქტებსაც შევაგდებ, გამოჩნდება ის, მაგალითად აქ უმჯობესია ეგეთი დაემატოს. ამას წავშლი, ვაწვევი select, create collection, ასე გაყიდვადი პროდუქტები. ანუ რაც იყიდება ყველაზე მეტად, ვაწვევი saves და ამ კოლექციაში უკვე რა პროდუქტებიც იქნება, ეგენი გამოჩნდება აქ. color scheme-ში ისევ scheme 4 ავირჩიოთ, ვინაიდან ეს არის ჩვენი ფერი და აქ რა პროდუქტებიც იქნება გამოჩნდება. მოდი ახლა რამდენიმე 1-2 პროდუქტი დავამატოთ და გამოჩნდება აქ. შევდივართ products, collection შემოსვლით მაგალითად ზამთრისას და ასევე ყველაზე გაყიდვადი. ზამთრის კოლექციაშიც გამოჩნდება აქაც თეგებში უკვე კოსტუმი. ჩვეულებრივ როგორც გათითება, ეგ უკვე ვიცით და მოდი იყოს სამკაული კიდე. add product, დავამატოთ კოლექციებში, აქსესუარები და ყველაზე გაყიდვადი. ვაწვევით saves, ახლა აქ შევიდეთ.
ყველაზე გაყიდვადი უკვე მონიშნული გვაქვს save-ს დავაწვეთ და განახლდება ახლა და გამოჩნდება. აი ნახეთ როგორც ხალთ ორი პროდუქტი გამოჩნდა. ამაზე ფასი არ მეგვიცდებია $0 ამეების ის კარდები რო სხვანაირად გამოჩნდეს ეგ უკვე ვიცით, შევდივართ აქ. ეს კარუსელი არის მოძრავი, ნახეთ მობილურზე თუ იქნება ესე გადასატანი იქნება, ნახეთ. ესე შეგვიძლია თითის გადასმით გავამოძრავოთ ესე რამდენიმე იქნება პროდუქტი. მობილურზე გვინდა მაგალითად ერთი იყოს ესე. Featured collection, კარუსელი ჩავრთოთ და ნახეთ აი ესე გადადის. და ეს არის უკვე ლეპტოპის columns carousel და ლეპტოპ კომპიუტერზეც უკვე ესე გადავა, ბევრი რო იქნება 4-ზე მეტი. აქ 3-ს თუ მიუთითებ, 3 გამოჩნდება და მე უკვე გადავა. 1 თუ იქნება, ნახეთ უკვე პირდაპირ გადასვლის ის იქნება ღილაკი. აი ესე გამოჩნდება. მაგრამ ძალიან დიდია ეს 4 უკვე კარგი ზომებია. მობილურზეც ნახეთ 1-ზე რომაენია. შედარებით გაფართოებულია, დიდია და 2-ზე უკვე ორი პატარა ფანჯარა არის. გონი 2-ზე ჯობია. ავირჩიოთ ეს და ანიმაცია ნახეთ გადიდება არის ახლა. შევდივართ setting-ში. colors არა animations, hover effect, 3D lift. და უკვე ნახეთ ესეთი ანიმაციებია მაუსის გადატარებაზე. შემდეგ დავამატოთ უკვე review-ების სექცია, ანუ რეკომენდაციების. ვაწვევით ამას და multi-column. დავარქვათ ამას. მოდი ჯერ დავაყენოთ თემა. დავაყენოთ ახლა ამაზე თემა, დავაწყაბეთ. ავირჩიეთ ისევე ეს. ასეც გვეყენია ფერები. სათავე დავაწეროთ მომხმარებლების შეფასებები. მომხმარებლების შეფასებები. ისევ ამების რაოდენობა ავირჩიოთ 4. რო თვალში ყველაფერი კარგად იყოს, ერთ ზომებში რო იყოს და კარგად გამოჩნდეს. აქედან შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი. აი ახლა 4-ია. აქ heading-ში შეგვიძლია ჩავწეროთ სახელები, description-ში უკვე რას ამბობენ. მაგალითად, მარი მე აქ გადავდივართ დათო გიორგი და მაგალითად ნინო. ახლა შევდივართ ახლა აქ ისევ, სადაც გავაკეთეთ პირველი ბანერი, ვაწვევით add page, ფონს დავაყენებთ ისევ შავს ჩვეულებრივ. ჩავსვათ ახლა shape-ი, ელემენტში შევდივართ, ისევ ეს 4-კუთხედი. მივიტანოთ ესე კუთხეში და მთელ სიგრძეზე გადავიტანოთ ესე. შემდეგ ვევეძებთ frames და frame-ში გვინდა ეს მრგვალი. აქ უკვე უნდა ჩავსვათ ფოტოები. აი ეს არის მაგალითად. შემდეგ უკვე აქ მოვძებნოთ stars, 5 star მივუთითოთ. აი ასე. მაგალითად დავირჩიეთ ეს. და ამის ისტორიაზე გავაკეთეთ. და ფერი შევცვალოთ, დავაყენოთ თეთრი, რომ კარგად გამოჩნდეს. აი შეგვიძლია დავადუპლიკატოთ 1, 2, 3 და 4. 4 ცალი გვაქვს ახლა. პირველის ფოტო, ვინც შეგააკეთა პირველი შეფასება, მეორეში, მაგალითად მეორე ფოტო, შევდივართ ელემენტში. Men. ნახეთ, აქ უკვე არის ფოტოების შესასვლელი. Image, select, add files. ავირჩიეთ ეს 4. პირდაპირ ავტვირთეთ და ახლა ჩავსვათ. პირველი პირდაპირ აირჩია, ვაწვევით done. ესე ჩაჯდა უკვე როგორც ხედავთ, მეორეში შევდივართ, ვაწვევით select. მეორე ავირჩიეთ ეს, done. სულ ეს არის მომხმარებლების შეფასებები, სახელები და შემდეგ უკვე ტექსტი. ბარტერზე თუ ითანამშრომლებთ ვინმესთან, თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, შეგიძლიათ შეუთანხმოთ ესეც, რომ მინდა რომ გამოვიყენოთ ჩემი ბიზნესისთვის, ჩემს საიტზე დავდო თქვენი პროფილის ფოტო და თქვენი რეკომენდაცია რამდენად მოგეწონათ. აქ როგორც ხედავთ, ლინკით შეგიძლიათ დავუშვათ. ვიდეო თუ აქვს ჩაწერილი, შეგიძლიათ აქ ჩასვათ ლინკი. უბრალოდ აქ დააწიროთ ვიდეოს ნახვა, მაგალითად. ვიდეოს ნახვა. და აქ უკვე შეგიძლიათ იმ ვიდეოს ჩასმა, სადაც განიხილავს თქვენს პროდუქტს. ახლა უკვე მოდი დავამატოთ კოლექციები. ეს გავთიშოთ, აი ეს ღილაკი მაგალითად არ გვჭირდება, ამას წავშლით და გაქრება. შემდეგ აქ ვაწვევით ისევ plus, add section template და განვიხილოთ slideshow.
მაგალითად ზამთრის კოლექცია, ვაწვევით ამას. Image slide, heading-ში ვწერთ სათაურს. აქ button label-ში შეგვიძლია ჩავწეროთ აქ კოლექციის ნახვა. და link-ში უკვე ავერჩიოთ collections და ზამთრის. და გადაიყვანოთ ზამთრის კოლექციაზე. აქ შეგვიძლია მოკლე ტექსტი ჩავწეროთ, ან შეგვიძლია წავშალოთ. ბანერში უკვე ისევ ვაკეთებთ ბანერს აი აქედან. უბრალოდ ამებს წავშლით, ამ ტექსტებს, ამასაც წავშლით და ამ ფოტოებსაც შევცვლით. სხვა ფოტოებს შევსვათ. ეს ფოტოები უბრალოდ გადავაადგინეთ და წარმოვიდგინოთ, რომ სხვა ფოტოებს ვეყენებ ამჟამად. წარმოვიდგინოთ, რომ ზამთრის კოლექციიდან არის პროდუქტის ფოტოები აქ. რაც გვაქვს ზამთრის კოლექციაში პროდუქტები, მაგ პროდუქტის ფოტოებს შევსვათ მანდ ბანერში და მერე უკვე ავტვირთავთ მანდ. შემდეგ უკვე გავაკეთებთ იმ ბანერს, რაც გავაკეთეთ, ჩავსვათ აი ამას, დანს დავაწვევით, ნახეთ აი ამას რომ დავაწვევი. რომ დავაწვევი, უნიშნავ delete image, ამასაც ვაწვევი delete image, ამასაც ვაწვევი delete image და პროდუქტის ფოტოს რო ჩავსვავ, მაგალითად ჩავსვი ეს ფოტო, ავტვირთე, გადავატარებ აქ და ჩაჯდება. აი ესე ჩავსვავ სამი პროდუქტის ფოტოს და სულ ეს არის, სად არის. ვაწვევი ახლა done. ზამთრის კოლექცია, კოლექციის ნახვა, უკან პროდუქტების ფოტოები ფონზე და ეს ბანერი უკვე ნახეთ აქედან შეგვიძლია ჩავამუქოთ ცოტა და ეს ტექსტი უფრო ღიად ჩანს, შეგვიძლია ესე გავაღიაროთ. ამას რომ დავაწვევით გათიშვას, ნახეთ აქ მეორე სლაიდი არის. ამისას რომ დავაწვევით, გაიხსნება მეორე სლაიდი. აქ შეგიძლიათ უკვე მეორე კოლექციის ფოტო ბანერი ჩასვათ, ზუსტად იგივენაირად, ტექსტებიც ჩვეულებრივ აქედან ჩაწერთ. ამას დავაწვევი აქ image slide, მაგალითად აქსესუარები, ან სხვა რამე და ჩვეულებრივ იგივეს გავაკეთებთ, რაც წეგენ გავაკეთეთ. ახლა შეგვიძლია დავამატოთ, ნახეთ აქედან პლუს ვერ ვაწვევი, აი ამ მოვაგდო, შემიძლია აქედან ეს დავამატო add section და ბლოგებისთვის გავაკეთოთ სექცია. multi-row, აი აქ შეგვიძლია ჩავსვათ უკვე ბლოგები. მოდით ახლა 1-2 ბლოგი დავწეროთ რაღაცა ტესტისთვის. ჩვეულებრივ ხსნით contents და blog posts. Create blog post. უბრალოდ ტესტი. Content-იც დავწეროთ რაღაცა. უბრალოდ videos-თვის არის ეს ბლოგი. შეგვიძლია დავურთოთ ფოტო. Image. მოდ ცოტა განსხვავებული რო იყოს რამე სხვა ფოტოს დავურთავ. ავირჩიოთ მაგალითად ეს. Done. აქ visible უნდა მოვნიშნოთ. Blog news. Save. Menu-ში შევიდეთ, main menu. ვაწვევით edit menu item, link, blogs. შემდეგ უკვე news. ნიშნავთ წიჩკას, ვაწვევით saves. შემდეგ უკვე ამას დავარეფრეშებთ, news გამოჩნდა და აქ არის ზუსტად ჩვენი ბლოგები. ისევ შევდივართ blog posts, add blog post, ტესტი მეორე. სად არის? მოდი ახლა ეს დავასეივოთ, რო არ გაქრეს. ისე თუ დავარეფრეშებთ, გაქრება ხოლმე ახალი დამატებული. აქედან ახლა რო გამოჩნდეს ჩვენი ბლოგები, ისევ აქ ფოტოში ვირჩევთ პირველი ბლოგის ფოტოს მაგალითად. პირველი ბლოგის ფოტო იყო ეს. ვაწვევით done. შემდეგ აქ შეგვიძლია სათაური მივუთითოთ, description წავშალოთ heading-ში. ჩავწეროთ სათაური. მოდი გავხსნათ ჩვენი ბლოგები. ნახეთ. უბრალოდ ტესტი არის სახელი. უბრალოდ ტესტი. შემდეგ უკვე მოკლე აღწერა. ავირჩიოთ ეს. უბრალოდ ვიდეოს ბლოგი. და button label-ში უკვე ჩავწეროთ სრულად ნახვა. და აქ უკვე მივუთითოთ ლინკი. შეგვიძლია ბლოგს ავირჩიოთ. News. მაგრამ კონკრეტულ blog post-ში უნდა მივუთითოთ. უბრალოდ ტესტი. მესამე ტესტი არ შეინახა, ტესტი მესამე შეინახა. hidden არის, ნახეთ.
visible უნდა მივთითოთ. სრულად ნახვა. შემდეგ მეორე ბლოგის ფოტო რა გვაქვს, აი ეს გოგოა. ამას დაკლიკებაზე გადაიყვანს იმპოსტზე. Save დავაწვეთ. მოდი ბარემ აქ თემასაც მივთითებ. Multi-row-ში შევდივართ. Shame 4 და containers page შევცვალოთ. აი ასე. ახლა უკვე სხვანაირად გამოიყურება. გადავდივართ ისევ აქ. გადავიდეთ თავარ გვერდზე. და ასე გამოიყურება უკვე ჩვენი საიტი. მოდი ეს ფუთერიდან გავაკროთ. და დავამატოთ სექცია subscribe to email sign up. ისევ თემა ვერჩიოთ მოდი ჩვენი subscribe to our emails გამოიწერეთ ჩვენი მეილი. იყავი პირველი ვინც გაიგებს ჩვენს ახალ კოლექციებზე და სპეციალურ შემოთავაზებებზე. ჩავწერეთ იყავი პირველი ვინც გაიგებს ჩვენს ახალ კოლექციებზე და სპეციალურ შეთავაზებებზე. გამოიწერენ მეილს და მიიღებენ თქვენ email მარკეტინგის მეილებს. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული, მე მაგალითად მინდა რომ ამის ფონი ცოტა განსხვავებული იყოს, მაგალითად შემსამს ავირჩევ. მაგრამ ის არ მომწონს, ამას დავაედიტებ. Background-ი მინდა რომ ცოტა განსხვავებული იყოს. არ მინდა ეს მოცისფრო. აი ესე ცოტა ღიარო იყოს, ნახეთ. უფრო განსხვავებულად რო ჩა. ახლა მოდი დავამატოთ კიდევ ერთი ბანერი. ვაწვევით ისევ აქ add section template. დავერჩევთ image banners. და მაგალითად აქ მინდა მივუთითო უკვე 50%-იანი ფასდაკლების კოლექცია. ანუ ფასდაკლებების კოლექციაზე. პირველ რიგში ამ ერთხილაკს გავაქრობ. ნახეთ ამას წავშლი. ჩავწერ ფასდაკლები. ახლა ბანერში ჩავთვალოთ რაღაცა ფოტო, ავირჩიოთ აქედან მაგალითად. ავირჩიოთ ეს მაგალითად done. და მოდი ავირჩიოთ მეორე ფოტო select. და მოდი იყოს მეორე ფოტო ეს. მოდი ეს შევცვალოთ, არ მომწონს. ავირჩიოთ ეს მაგალითად. Height adapt to first image. ეს რა ძალიან დიდი არის, არ მაწყობს small. ასე იყოს მაგალითად. ან შემიძლია medium-იც იყოს. Medium-იც კარგად გამოჩნდება. და აქ ჩავწეროთ უკვე 50%-ამდე ფასდაკლება მაგალითად. და აქ უკვე ჩაწერეთ ინფორმაცია ამის შესახებ, ამ ფასდაკლების იმის. Image banner, აქედან ავირჩიოთ ეს თემა. ამ ფასდაკლებების ნახვაში უკვე ლინკში მივუთითებთ კოლექციას. როგორც ხედავთ, აქ არ აქვს კოლექცია, რომელიც ფასდაკლებებზეა და შევქმნათ. ლინკში შევდივართ, collections და აქციას მივუთითებთ. ამას რო დააკლიკავენ, გადავლენ აქციის კოლექციაზე. აქციაში რა პროდუქტებიც იქნება, მაგ პროდუქტებს ნახავენ. მოდი დავამატოთ ახლა Instagram პოსტების სექცია. სადაც იქნება ჩვენი Instagram-ის პოსტები მოთავსებული. Add section to template. ისევ multi-column, რაც უკვე გამოვიყენეთ. ამის თემა დავაყენოთ ისევ ეს. ეს სათავე შეგვიძლია წავშალოთ, რაც კიდეც ჩასვით. აქედან უკვე ჩავსვათ მაგალითად Instagram პოსტების ფოტოები, რაც Instagram-ზე გვიდევს. მაგალითად ეს არის ერთ-ერთი Instagram პოსტი, მეორე. აქ შეგიძლიათ მოკლე აღწერა მივუთითოთ. ან შეგიძლიათ საერთოდ არ მივუთითოთ. წავშალოთ. და აქ უკვე შეგვიძლია Instagram-ის Reels-ის ის მივუთითოთ ლინკი. აქ ჩავსვათ links. უბრალოდ აქ სათავეში ჩავწერთ, links აქ ჩავსვათ. სრულად ნახვა. ღილაკი და აქ უკვე ლინკი. იგივე ამაზეც Instagram post. აქ heading-ი არის link label სათაური. და აქ უკვე ლინკი ამ პოსტის. ხოლო უკვე ამ სექციას რო დავაწვევით multi-columns. ანუ აქ დავაკლიკებთ პირდაპირ, როგორც ხედავთ button label ამოვაგდო აქ. აქ შეგვიძლიათ ჩავწეროთ. გამოგვიწერეთ. და აქ უკვე Instagram არხის ლინკი. და საბოლოოდ დავამატოთ კიდევ საკონტაქტო. Add section template. ჩვეულებრივ
image banner. ამ ყველაფერს ავიღებთ, მოვაშორებთ, არაფერი არ გვინდა აქედან. მოსაშორებლად წავშლით ტექსტებს, delete, ისევ დავაწყაბი აქ, ესეც წავშალე და button label-ში უკვე წავშლით ამ ღილაკების სახელებს. მორჩა, ეს გაქრა. ახლა ამაზე დავაწყაბოთ ისევ და ახლა კონტეინერი უნდა გავაქროთ. ნახეთ, კონტეინერ. ამას გავთიშავ. ეს მობილურზე არის და ჩვეულებრივ ახლა უკვე კონტენტზე აქაც რო გავთიშავ კონტეინერს, არც ჩვეულებრივ კომპიუტერში არ გამოჩნდება ეგ ჩარჩო. ახლა გვჭირდება ბანერი. ბანერის ზომები უკვე ვიცით, აი აქ რაც გვაქვს. ვაწობით add page. ისევ შავი. დავაწიროთ და ვიკავშირდით. ეს გავაშუალოთ. ჩავწერეთ აქ fade. მოვძებნეთ აი ესეთი. აი ესეთი. ეს გავუშალოთ ახლა მთელ სიმაზე, ეკრანზე. უბრალოდ ბანერზე. ესე. შემდეგ უკვე transparency-ში შევედით და ამას დავუწიოთ ცოტა. მაგალითად აი ეს 40 სრულებით საკმარისია. ეს დავეკავშირით ესე შუაში os. შევდივართ phone, ელემენტებში ვწერთ phones, graphics. მაგალითად ეს ავირჩიეთ. mail-ი. თუ ცოტა დიდი გვეჩვენება, 3 მოვნიშნოთ shift-ით, ესე დავაპატარავთ. და დაბლა უკვე username, ეს დავადუპლიკატოთ ისევ. და username ესეც ლუკა, მაგალითად. და მე რაც მაწერია creator. სხვა სოციალური ქსელების ვაუთ, მაგალითად აიკონებსაც მიამოდეთ. ახლა share, download, current page, done, download. აქ ისევ ეს ზომები ცოტა და გამოჩნდეს edit to first image დავაწვევით და ზუსტად იმ ზომაზე დაждდება. როგორც ხედავთ, ეს რაღაც ზომები ძალიან ცუდად ჩანს და ჯობია ვაფშე მოვაშოროთ. აქ კი არ არის ეგრე, მაგრამ delete, share, download, current image. ვინაიდან ცუდად არის change. დავავტვირთოთ ახლა ეს ფოტო. აჰა. Save-ს დავაჭიროთ. ახლა გადავვიდეთ ჩვენ საიტზე. და გადავხედოთ რა გამოვიდა. აი ასე გამოიყურება ჩვენი საიტი.